გვერდი 112. რამდენჯერ მეტია თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწის ზედაპირზე, ვიდრე მის ზედაპირიდან 200 კილომეტრ სიმაღლეზე. დედამიწის რადიუსი მიიჩნიეთ 6400 კილომეტრის ტოლად. სიმოცემულია, რომ დედამიწის რადიუსი არის 6400 კილომეტრი, ეს მეტრებში არის 6,4 ხარისხად მეტრი. მანძილი დედამიწის ზედაპირიდან არის 200 კილომეტრი და რამდენჯერ მეტია თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწის ზედაპირზე, მის თავისუფალი ვარდნის აჩქარებაზე აი ამ 200 კილომეტრ მანძილზე. თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწის ზედაპირზე აღნიშნავთ ჟ0-ით, ხოლო r სიმაღლეზე ჟ1-ით. და გვეკითხებიან აი ამ ჟ0-ის ჟ1-თან შეფარდებას. გავიხსენოთ, რომ თუ რა არის თავისუფალი ვარდნის აჩქარება. ეს არის ის აჩქარება, რომელსაც დედამიწის მიზიდულობა ანიჭებს მის მახლობლად მყოფ სხეულს. თქვათ, გვაქვს რაღაცა m მასის სხეული, ესე იგი, ამ m მასის სხეულს დედამიწა იზიდავს ძალით, რომელიც მოიცემა ფორმულით γ, ეს არის m დედამიწისა m-ზე შეფარდებული მათ ცენტრებს შორის მანძილი. მოდი ზოგადად დავწეროთ ესეთნაირად L კვადრატი. ეხლა თუ ვიხილავთ სხეულს, რომელიც დედამიწის ზედაპირზე იმყოფება, მაშინ ძალა, რომლითაც დედამიწა მას იზიდავს, იქნება γ m დიდი m-ზე, აქ მნიშვნელში გვექნება დედამიწის რადიუსის კვადრატი. ხოლო თუ გვაქვს სხეული, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან რაღაცა r სიმაღლეზე არის განთავსებული, მაშინ ცენტრიდან ის იქნება r დედამიწისა პლუს a-ში, აი ეს სიმაღლეზე. ეხლა დავწეროთ მისთვის, ესე იგი, რა ძალითაც დედამიწა მას იზიდავს. ეგ იქნება γ m დედამიწისა m-ზე სხეულისაზე, r დედამიწისა პლუს a-ში კვადრატში. ხო, ეხლა ნიუტონის მეორე კანონის თანახმად, ესე იგი, ეს F0 არის mg0, ესე იგი, აჩქარება, რომელსაც დედამიწის მიზიდულობა ანიჭებს, ხოლო F1 იქნება mg1. შევიტანოთ აქ შესაბამისი მნიშვნელობები, ესე იგი, მარცხენა მხარეში γ m დედამიწისა m-ზე შეფარდებული r დედამიწისა კვადრატზე უდრის mg0-ს, ხოლო მეორე, თქვათ, უკვე როდესაც r პლუს a-ში მანძილზე არის, გვექნება γ m დედამიწისა m-ზე შეფარდებული r დედამიწისა პლუს a-ში კვადრატში, ეს არის mg. გავყოთ შესაბამისად ეს გამტოლებები ერთმანეთზე და მივიღებთ, რომ ჟ0 ისე შეეფარდება ჟ1-ს, როგორც r დედამიწისა პლუს a-ში კვადრატში შეეფარდება r დედამიწისა კვადრატში. აი ამაზე. ესე იგი, ჟ0 გამოდის ჟ1 r დედამიწისა პლუს a-ში კვადრატში შეფარდებული r დედამიწაზე კვადრატში. აი ამ ფორმულით შეგვიძლია დავადგინოთ მათ შორის დანაფარდობა. მესამე ამოცანა. კომეტა, რომელიც მზისგან ძალიან დიდი მანძილით იყო დაშორებული, უახლოვდება მას, როგორ იცვლება მისი აჩქარება ამ მოძრაობისას. თქვათ, ეს წარმოვიდგინოთ, რომ არის მზე, ეს არის რაღაცა კომეტა, თავიდან მათ ცენტრებს შორის მანძილი იყო L. მოდი ვნახოთ, ესე იგი, მიზიდულობის ძალა მოიცემა ფორმულით F არის γ m მზის m კომეტაზე, მათ შორის მანძილი L კვადრატში. ესე იგი, ეს მეორე მხრივ არის, ესე იგი, m კომეტისა ჟ-ზე. ეს 10 ავნიშნოთ, m კომეტისა a კომეტისაზე, ესე იგი, აჩქარება, რომელსაც მზე ანიჭებს, ესე იგი, კომეტას. ახლა ესენი შეიძლება გავკვეცოთ და a კომეტისა
იქნება γ m მზის შეფარდებული L კვადრატზე. ახლა თუ L მცირდება, ეს იგი რადგან მნიშვნელში არის L, კომეტისა გაიზრდება. ხო, ახლა მეოთხე ამოცანა. რისი ტოლია თავისუფალი ვარნის აჩქარება დედამიწის ზედაპირიდან მის რადიუსზე 4-ჯერ მეტ სიმაღლეზე. დავხატოთ, ესე იგი ეს არის დედამიწა, ესე იგი რადიუსი არის, თქვათ, S-ა და რაღაცა სიმაღლეზე არის ეს A-ში უდრის 4-ჯერ R დედამიწაზე. გამოვიყენოთ ახლა ის თავისუფალი ვარდნის აჩქარების ფორმულა, ესე იგი mg უდრის γ m დედამიწისა m-ზე, მათ შორის ცენტრებს შორის მანძილი იქნება 5-ჯერ R დედამიწისა კვადრატში. m-ები გაიკვეცება და აი ამ მანძილზე ჟ იქნება γ m 25 R დედამიწისა კვადრატში. ხოლო თავისუფალი ვარდნის აჩქარება, როდესაც სხეული დედამიწის ზედაპირზე იმყოფება, ეგ არის γ m დედამიწისა შეფარდებული R დედამიწისა კვადრატზე. ახლა თუ გავყოფთ ერთმანეთზე, ჟ გაყოფილი ჟ 0-ზე, გვექნება 1 შეფარდებული 25-ზე. ასე რომ ჟ იქნება ჟ0 გაყოფილი 25. ესე იგი 25-ჯერ ნაკლები არის, ვიდრე თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწის ზედაპირზე. მეხუთე ამოცანა. დედამიწის ზედაპირიდან რა სიმაღლეზე ავიდა კოსმოსური ხომალდი, თუ ამ სიმაღლეზე თავისუფალი ვარდნის აჩქარება 86%-ით ნაკლებია, ვიდრე დედამიწის ზედაპირზე. ესე იგი, ჟ პირველი არის, ესე იგი, 96%-ით ნაკლები. ესე იგი, ეს არის ჟ0 მინუს ის დელტა ჟ. აი ეს დელტა ჟ არის 96% ჟ0-ისა. ამიტომ ეს დელტა ჟ იქნება, ესე იგი, 0.96. ასე რომ ჟ პირველი გამოვა 0.04. კარგით, ახლა გამოვიყენოთ თავისუფალი ვარდნის აჩქარება, თქვათ, დედამიწის ზედაპირზე და რაღაცა h სიმაღლეზე. ესე იგი, ჟ0 არის γ m დედამიწისა R დედამიწისა კვადრატზე, ჟ1 არის γ m R დედამიწისა პლუს a-ში კვადრატში. მოდით გავყოთ ჟ0 ჟ-ზე. ჟ0 ჟ1-ზე, ჟ1-ზე რო გავყოთ, გვექნება R დედამიწისა პლუს a-ში კვადრატში შეფარდებული R დედამიწისა კვადრატზე. ახლა აქ შევიტანოთ, რომ ჟ1 არის 0.04 ჟ0-ის, აი აქ ჟ0 გამომჩა. ესე იგი, დაიწერება 1 შეფარდებული 0.04-ზე, ეს არის R დედამიწისა პლუს a-ში კვადრატში შეფარდებული R დედამიწისა კვადრატზე. ხო, მოდით ორივე მხარედან ამოვიღოთ ფესვი, ეს იქნება 1.0.2 უდრის R დედამიწისა პლუს a-ში შეფარდებული R დედამიწაზე. ანუ ჯვარედინად გადავამრავლოთ, R დედამიწისა არის 0.2 R დედამიწისა პლუს 0.2 a-ში. ანუ ესე იგი 0.8 R დედამიწისა არის 0.2 a-ში. აქედან a-ში გამოდის 4-ჯერ R დედამიწის ტოლი. აი ეგეთი ფორმულა მივიღეთ. ეხლა მეექვსე ამოცანა.
მეექვსე ამოცანა. მარსის მასა დაახლოებით დედამიწის მასის 1/10 ნაწილია, ხოლო რადიუსი დედამიწის რადიუსზე 2-ჯერ ნაკლები. რამდენჯერ მეტია თავისუფალი ვარდის აჩქარება დედამიწის ზედაპირზე, ვიდრე მარსის ზედაპირზე. ესე იგი, m მარსის არის 1/10 m დედამიწის. ხოლო r მარსის არის r დედამიწის ნახევარი. და გვეკითხებიან მარსის თავისუფალი ვარდის აჩქარება როგორ არის კავშირში დედამიწაზე თავისუფალი ვარდის აჩქარებასთან. მოდით გავიხსენოთ ზოგადი ფორმულა. G არის თავისუფალი ვარდის აჩქარება, ეს არის გამა m პლანეტის შეფარდებული r პლანეტის კვადრატში, ესე იგი G პლანეტაზე. დედამიწისათვის დავწეროთ G0, ეს არის გამა m დედამიწისა r დედამიწისა კვადრატში. მარსისთვის G მარსის არის გამა m მარსის r მარსის კვადრატში. ეს არის მარსისთვის. გავყოთ G მარსისა G დედამიწაზე. ეგ იქნება გამა m მარსისა r მარსის კვადრატში გამა m დედამიწისა r დედამიწისა კვადრატზე. აქ G-ები გაიკვეცება, მექნება m მარსის r დედამიწის კვადრატში m დედამიწისა r მარსის კვადრატში. ეხლა გავიხსენოთ, რომ მარსის მასა 1/10 არის, ამიტომ 1/10 m დედამიწისა, აქ m დედამიწისა და აქ r დედამიწის კვადრატში და რადიუსი 2-ჯერ ნაკლებია. ეს r დედამიწისა 2-ზე კვადრატში. აქ ესენი გაიკვეცება, აქ r კვადრატები გაიკვეცება, ეს 2 კვადრატში ავა და 4 იქნება 4/10. ანუ ეს არის 2/5 ან არის 0.4/10. ესე იგი G მარსის არის 0.4/10 G დედამიწაზე. ეს მარსის. აი ესეთ თანაბართობა გამოგვივა. მეშვიდე ამოცანა. 4 ერთნაირი მასის პლანეტა განლაგებულია კვადრატის წვეროებში, რის ტოლი იქნება კვადრატის ცენტრში მოთავსებული ნივთიერი წერტილის აჩქარება. აი შეხედეთ, ესე იგი თუ 4 ერთნაირი პლანეტა არის, აი ესეთნაირად წარმოვიდგინოთ, აქ ცენტრში არის რაღაცა სხეული, ეს პლანეტები ერთნაირად იზიდავენ ამ სხეულს, ესე იგი, აი ამ სხეულზე მოქმედებს პირველი მიზიდულობის ძალა, აგერ მეორე მიზიდულობის ძალა, მესამე და მეოთხე. ესენი ყველა ერთნაირი არის და ჯამური ძალა იქნება 0-ის ტოლი. F იქნება F პირველს პლუს F მეორე პლუს F მესამე პლუს F მეოთხე. ეს სიდიდეებით ეს ვექტორები ერთნაირი არის, ხლა ეს ამას გააბათილებს, ეს ამას გააბათილებს და ეს ჯამური ძალა იქნება 0-ის ტოლი. მერვე ამოცანა. დედამიწასა და მთვარის მასები შესაბამისად 6.1024 კილოგრამი და 7.4 1022 კილოგრამია. მათ შორის მანძილი დაახლოებით 384,000 კილომეტრია. დედამიწასა და მთვარის ცენტრებს შემერთებელ წრეზე დედამიწიდან რა მანძილზე უნდა მოათავსოთ ნივთიერი წერტილი, რომ მისი აჩქარება 0-ს გაუტოლდეს. თქოთ, ეს არის დედამიწა, ეს არის მთვარე, ვიცით მათ შორის მანძილი ცენტრებს შორის და აქ მოვათავსეთ რაღაცა აი დედამიწის ცენტრიდან რაღაცა x მანძილზე სხეული, ისე რომ მისი აჩქარება 0-ის ტოლი აღმოჩნდეს. ეხლა 0-ის ტოლი მაშინ იქნება, თუ დედამიწის მხრიდან მიზიდულობის ძალას გააბათილებს მთვარის მხრიდან მიზიდულობის ძალა. ეს არის F-M-ი, ესე იგი F დედამიწა, ეს არის F მთვარე. ახლა დედამიწის მხრიდან მიზიდულობის ზალა იქნება გამა m დედამიწა m-ზე შეფარდებული, მათ შორის მანძილი არის x-ი, x-ის კვადრატი. და მთვარის მხრიდან მიზიდულობის ზალა იქნება გამა m მთვარე
იგივე ეს m არის ამ სხეულის მასა, რომელიც აქ მოათავსეთ. ესე იგი l-ს მინუს x-ი კვადრატში, სადაც l არის აი ამ ცენტრებს შორის მანძილი. აი ეს არის l. მთვარესა და დედამიწის ცენტრებს შორის მანძილი. გავუტოლოთ ახლა ეგენი ერთმანეთს, გვექნება გამმა m დედამიწისა m-ზე x კვადრატი უდრის გამმა m მთვარისა m-ზე l minus x-ი კვადრატში. აქ m-ები გაიკვეცება, გამები გაიკვეცება. ეს მოდი გადავწეროთ ესეთნაირად. m დედამიწისა m მთვარეზე იქნება x კვადრატი შეფარდებული l minus x კვადრატზე. ახლა ამოვიღოთ ფესვი ორივე მხარედან, ფესვი m დედამიწისა m მთვარეზე უდრის x-ი შეფარდებული l minus x-ზე. ჯვარედინად გადავამრავლოთ, ესე იგი ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ვითომ ეს არის ერთზე გაყოფილი, ესე იგი x-ი უდრის კვადრატული ფესვი m დედამიწისა m მთვარეზე l minus x-ი. ეს x-იანი წევრი მარცხენა მხარეს გადავიტანოთ, 1 პლუს ფესვი m დედამიწისა m მთვარეზე გამრავლებული x-ზე უდრის ფესვი m დედამიწისა m მთვარეზე გამრავლებული l-ზე. ასე რომ x-ი ტოლი გამოდის აი ამ გამოსახულების m დედამიწისა m მთვარეზე გამრავლებული l-ზე შეფარდებული 1 პლუს ფესვი m დედამიწისა m მთვარეზე. ახლა აქ რიცხვები უნდა შევიტანოთ, ესე იგი აქ შეგვიძლია მოდი შევიტანოთ x-ი არის კვადრატული ფესვი 6.10 ხარისხად შეფარდებული 7.4 ხარისხად. აქ არის 1 პლუს, იგივე გამოსახულება 6.10 ხარისხად 7.4 ხარისხად. ეს ცოტა გამარტივდება, ესე იგი ეს არის კვადრატული ფესვი 600 გაყოფილი 7.4-ზე 1 პლუს კვადრატული ფესვი 600 გაყოფილი 7.4-ზე. გამრავლებული l-ზე, თქმა უნდა. ეს გამრავლებული l-ზე, სადაც l-ი არის 384,000 კილომეტრი. 384,000 კილომეტრი. აქ რიცხვები კალკულატორით გამოთვალეთ და მიიღებთ პასუხს. მერვე ამოცანა. ეს მერვე იყო, ბოდიში, მეცხრე ამოცანა. რამდენჯერ განსხვავდება ერთმანეთისგან თავისუფალი ვარნის აჩქარება იმ ორი პლანეტის ზედაპირებზე, რომელთა რადიუსები ერთნაირია, ხოლო ერთ-ერთის სიმკვრივე ორჯერ აღემატება მეორესაზე. თავისუფალი ვარდის აჩქარება პლანეტისა არის გამმა m პლანეტისა შეფარდებული r პლანეტის კვადრატში. ახლა პლანეტის მასა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც სიმკვრივე პლანეტის გამრავლებული მის მოცულობაზე. ახლა მოცულობა, სფერული უნდა ჩავთვალოთ, პლანეტა არის 4/3 π რადიუსი პლანეტისა კუბში. ეს არის სფეროს მოცულობა. ამიტომ თავისუფალი ვარნის აჩქარების ფორმულა გვექნება გამმა რho პლანეტისა 4/3 π r პლანეტის კუბში შეფარდებული r პლანეტის კვადრატში. ესა და კუბი გაიკვეცება და ჟ პლანეტისთვის გვექნება 4/3 π გამმა რho პლანეტისა r პლანეტისაზე. ახლა ეს ზოგადი ფორმულა მოდი გამოვიყენოთ აი ამ ჩვენი ორი შემთხვევისთვის. ესე იგი მათი რადიუსები r პირველი უდრის r მეორეს, ხოლო რho პირველი არის ორჯერ რho მეორე. რადგან ცხადია ჟ პლანეტის პირველი იქნება 4/3 π გამმა რho 1 r პლანეტის ჟ პლანეტის მეორე არის
4 მესამედი π ჟ ρ2 რადიუსი იგივე აქვს. ამიტომ პლანეტის იმაზე დავწერე ესენი. ეს დავყოთ ერთმანეთზე, ეს ყველაფერი იკვეცება და ჟ პლანეტის 1 ჟ პლანეტის 2-ზე იქნება 2 სტოლი. აი ესე განსხვავდება ეგენი ერთმანეთისაგან. ეხლა მეათე ამოცანა. რამდენჯერ განსხვავდება ერთმანეთისგან თავისუფალი ვარდის აჩქარება იმ ორ პლანეტის ზედაპირზე, რომელთა მასები ერთნაირია, ხოლო ერთ-ერთი სიმკვრივე 8-ჯერ მეტია მეორესაზე. მოდი დავადგინოთ, ესე იგი, თუ მასები ტოლი არის, ესე იგი, m1 უდრის m2-ს, მაგრამ მასები ტოლია, მაგრამ სიმკვრივეები განსხვავდება. ესე იგი, რ პირველი არის 8-ჯერ რ მეორე. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ მოცულობები არ არის ტოლი. ამიტომ მასა 1 იქნება ρ1 v1, მეორე მასა არის ρ2 v2. ახლა ჩავთვალოთ, რომ კუბური სფერული ფორმის ზედა ფორმა აქვს, ესე იგი პლანეტას, ამიტომ მოცულობა არის 4/1 π r კუბი, ხო? აქ შევიტანოთ, ესე იგი ρ1 4 მესამედი π r1 კუბი უდრის ρ2 4 მესამედი π r2 კუბში. ესენი გაიკვეცება და ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ρ1-ის ρ2-თან შეფარდება იქნება r2-ის კუბი შეფარდებული r1-ის კუბზე. შევიტანოთ, რომ ეს 8 სტოლია, 8 უდრის r2-ის კუბი შეფარდებული r1-ის კუბზე. ამოვიღოთ კუბური ფესვი ორივე მხარედან, 8-დან კუბური ფესვი ეს არის 2 უდრის r2 შეფარდებული r1-თან. მასტემე ჩვენ დავადგინეთ, რომ r1 არის r2-ის ნახევარი. ეხლა ამის შემდეგ გამოვიყენოთ აი ეს ფორმულა. წეგან რომ გამოვიყენეთ აი პლანეტის თავისუფალი ვარდის აჩქარება არის 4 მესამედი π გამა ρ პლანეტისა r პლანეტისაზე. ეს ჩავწეროთ ორივესთვის, ესე იგი ჟ1 არის 4 მესამედი π გამა ρ1 r1. ჟ2-ისთვის 4 მესამედი π გამა ρ2 r2-ზე. გავყოთ ერთმანეთზე. ეს 4 მესამედი π ჟ გაიკვეცება, ჟ1 ჟ2-ზე იქნება ρ1 r1 ρ2 r2-ზე. ρ1 რ2-თან არის 8 სტოლი, ხოლო r2 r1-თან არის 2 სტოლი. ამიტომ ეს გამოვა 4. მასტემე ჟ1 არის 4-ჯერ ჟ2. ეგეთ პასუხს მივიღებთ.